Თქვენ ბიზნეს კურიერს დღეს 8 ნოემბერია მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით. როგორ აგორდა ტყუილი, რომელიც პრემიერმა გაავრცელა არასამთავრობოთა კვლევით წყარო ხადური იყო და სინამდვილეში ზრდის ტემპი პირველი კი არა, მეოთხე ვართ SNG-ში და არც ექსპორტი გაზრდილა რეკორდულად პირიქით შემცირდა. რატომ არ იხარჯება სოფლებისთვის გამოყოფილი ფული, ის კი რაც იხარჯება ხშირად მავანთაჯიბეში ხდება. რატომ ჩამორჩება გეგმას მუნიციპალური ფონდი 50%-ით, რჩება თუ არა სოფელი მთავრობის პრიორიტეტად. თუმცა რა დროს სოფელია მთავრობა კრიზისშია, რას მოუტანს ბიზნეს ან მომხმარებელს მზარდი დაძაბულობა და ხომ არ არის თავად კრიზისის ერთი მიზეზი ის, რომ ეკონომიკა უარესდება. ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც წლის დასაწყისში 8%-იც კი იყო და მთავრობის ოპტიმიზმით აღავსებდა, ბოლო თვეებია განუხრელად ეცემა. ივლისში ზრდა 7% იყო, აგვისტოში 5%, სექტემბერში კი 4%-მდე ჩამოვიდა. არადა პრემიერ-მინისტრმა წინა კვირას განაცხადა, რომ საქართველოს ზრდის ტემპით პირველია რეგიონში და მეორე მსოფლიო ბანკის ქვეყნებს შორის. ვის შეჰყავს შეცდომაში პრემიერი, რის გამოც მას ტყუილის თქმა უწევს. არასამთავრობო ორგანიზაცია ფაქტ-ჩეკი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია ფინანსთა მინისტრისგან მოდის, რადგან მსგავსი მონაცემები პრემიერამდე ჯერ სწორედ მან გააჟღერა. მსოფლიო ბანკი თავის მეთოდოლოგიით საქართველოს შეჰყავს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში, სადაც 20-მდე ქვეყანა და ამ ჯგუფში საქართველოს უჭირავს მე-6 ადგილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და არა პირველი ადგილი. ამას როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, შესაბამისად ეს განცხადება არ არის სიმართლე. რომ ჩვენ ვარ პირველ ადგილზე მსოფლიო ბანკის მონაცემებით რეგიონში. ეს განცხადებები ნიშნავს, რომ რეალობა შელამაზებულია. ტყუილი გამოდგა პრემიერის ტრაბახი ექსპორტის თაობაზეც. ორგანიზაცია ოფიციალურ სტატისტიკას იშველიებს, რომლის თანახმად აგვისტოში ექსპორტი 13%-ით შემცირდა, სექტემბერში კიდევ 7%-ით და მართალია 9 თვეზე გაანგარიშებით ექსპორტის ზრდა 7%-ია, მაგრამ ეს მაშინ, როცა შაშანის ზრდა 22% იყო, ასე რომ პრემიერის პათოსი ექსპორტის რეკორდულ ზრდასთან დაკავშირებით ნებისმიერ შემთხვევაში ცრუ გამოდის. სხვა მონაცემები კი ასეთია, 9 თვის ბიუჯეტი 565 მილიონით არის გარღვეული. მთავრობა დაგეგმილ პროექტებს სრულად ვერ ახორციელებს, ანუ არ ხდება პროდუქცია და სერვისებზე ფულის სათანადო ხარჯვა, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობდა ხელს. ბოლო 2 წელიწადში 1,2 მილიონით არის გაზრდილი სახელმწიფო ვალი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ს აღემატება. სწრაფად იზრდება ფასებიც, შარშანდელი სექტემბრიდან დღემდე ინფლაციამ 5% შეადგინა, მათ შორის სურსათზე ფასებმა 9%-ით მოიმატა, ჯანდაცვაზე 15%-ით, არა და ბიუჯეტი წელს 3,5%-იანი ინფლაცია დაგეგმილი. როგორც სიტყვიან, უარეს დროს პოლიტიკური კრიზისის წამოსაწყობად მთავრობა ვერ შეარჩევდა, არადა სწორედ ახლა გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის დათხოვნა, რასაც მის მხარდამჭერთა დემარში მოჰყვა მთავრობაშიც და პარლამენტშიც. რაც ბუნებრივია, ისედაც შემცირებულ ინვესტიციებზე აისახება და ალბათ ცუდად, თუმცა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რაც მეტად დაფუძმდება უმრავლესობა პარლამენტში, მით უკეთესი იქნება ეს ბიზნესისთვის და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს შეიძლება კარგიც იყოს და არა ცუდი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ 20 წელი ჩვენ როგორც წესი საპარლამენტო უმრავლესობიდან ვიმართებოდით. ყველა კანონი საბოლოოდ მათი თანხმობით მიიღებოდა. პარლამენტი უფრო დაბალანსებული თუ გახდება, ეს უკეთესია დემოკრატიისთვისაც და ბიზნესისთვისაც. ბიზნესი იტანჯებოდა უამრავი წესებით, რომლებსაც ყოველგვარი კონსულტაციებისა და საკითხის რეალური შესწავლის გარეშე იღებდა პარლამენტი. ახლა მთავარია პოზიტიური მესიჯები გავაგზავნოთ უცხოელ ბიზნესმენებს, რომ არ დაიბნენ და არ შეეშინდეთ სიტუაციის და არ იფიქრონ, რომ რაიმე ცუდი ხდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ და გავაგზავნით პოზიტიურ მესიჯებს და ვეტყვით, რომ რაც ხდება, ეს სრულიად ნორმალურია. რაც საერთოდ არ შეცვლილა ბოლო 20 წელი, ეს საგადასახადო მიდგომებია. რაც იყო 15-20 წლის წინ, ახლაც იგივეა. ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ ფინანსთა მინისტრს. გადასახადების აკრეფა ისე ხდება, რომ ისინი არ ფიქრობენ იმ ზიანზე, რაც ამას ბიზნესისთვის მოაქვს. ისინი წინ არ იყურებიან და ძალიან მოკლევადიან გათვლებს აკეთებენ. ეს წამალდამოკიდებულის ქმედებას გავს, რომელიც მზად არის დღევანდელი 50 ლარის გულისთვის ოჯახის წევრიც კი მოკლას. იმისთვის, რომ ფული ახლავე აიღონ, მზად არიან კომპანიები საერთოდ დაანგრიონ და ამაზე არ ფიქრობენ. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. დავით ონოფრიშვილი, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე შემოგვიერთება ახლა საუბარში. მოგესალმებით ბატონ დავით და პირველ რიგში კითხავთ გამომდინარე იქიდან, რაც აი ფადი ასლიმ თქვა. თქვენც მიიჩნევთ თუ არა, რომ თუ კი დაირღვა და არ იქნა უმრავლესობა რომელიმე ერთი პარტიული ჯგუფის ხელში პარლამენტში, ეს შეიძლება უკეთესიც იყოს ქვეყნისთვის და კანონშემოქმედებისთვის, რადგან აღარ ვიხილავთ თქვათ ისეთ კანონებს, რომელიც შემდეგ მოდის წინააღმდეგობაში იგივე კონსტიტუციასთან თუ ევროპულ მიდგომებთან და ასე შემდეგ.
შეიძლება ნაწილობრივ დაეთანხმო ფადიასლის მთლიანობაში მინდა გითხრათ რომ უმრავლესობა იქნება მე მგონია რომ ეს რეზერვი ნამდვილად აქვთ მათ არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ვინც ალბათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება რომ შევიდნენ უმრავლესობაში მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვიქნებით ნამდვილად კონსტრუქციული ასე ვთქვათ ოპოზიცია არის მთელი რიგი საკითხები რაც ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამჯერად უკვე უმრავლესობას, მაგრამ უმეტესი საკითხები მაინც რაც ეხება რეფორმებს, რაც ეხება ევროინტეგრაციას, რაც ეხება ქვეყნის მომავალს, ჩვენ ამ საკითხებში ნამდვილად ძალიან სერიოზულად ვითანამშრომლებთ და მგონია რომ ჩვენი ფრაქცია ამით გამორჩეული იქნება, რომ ვიქნებით ყველაზე კონსტრუქციულები და ამავე დროს კრიტიკულები. კეთილი, რეალიზმიდან გამომდინარე და იქნებით თუ არა კრიტიკული იმ ციფრებისა, იმიტომ ჩვენ აი ბოლოს რო ვისაუბრეთ, მაშინ ციფრები არ იყო ესეთი ცუდი დაღმავალი ტრენდის მიმანიშნებელი სტატისტიკა, რასაც გვაჩვენებს, ბოლო თვეებია, აგვისტო, ივლისი, სექტემბერი, ყველა მიმართულებით, უმთავრესი მიმართულებებით დაღმასვლა გვაქვს. თქვენ ამას ხედავთ, აანალიზებთ და ალბათ და რას ფიქრობთ, აი რა შეიძლება ამის მიზეზი? მე მინდა გითხრათ, რომ ეხლა თქვენ რაც სურათი დახატეთ, ნამდვილად ესეთი აპოკალიფსი ნამდვილად არ არის საქართველოს ეკონომიკაში. გარკვეული დაღმასვლის ტენდენცია ჩანს, ეს მთელი რიგი გამოიხატება იმითი, რომ ზოგიერთ თვეებში შარშან თქვა ფინანსი და პროდუქციის და ასევე საკმაოდ მაღალი იყო და შეიძლება იმავე დონეზე ზოგიერთი თვე წელს აღარ არის და ამიტომ ეს ეცემა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9 თვის განმავლობაში არის თითქმის 6%, 5.9, რაც თქვენ არ გითქვიათ და ეს პრაქტიკულად იმაზე მეტია, რაც არის დაგეგმილი ამ წლის ბიუჯეტი 5% და როგორც ჩანს ეს 5% ნამდვილად შესრულდება, შეიძლება უფრო მეტიც იყოს. ამიტომ მთლიანად მიზეზი რატომაც ეს ციფრები ავარჩიეთ და არა სხვა თქვა, რომელიც შეიძლება ასე მოიძებნოს იყოს, რომ პრემიერმა თავის ანგარიში სწორედ მათზე გააკეთა აპელირება, რომ აი ექსპორტი რეკორდულად არის გაზრდილი და მუშიპო ზრდის ტემპით ვართ პირველები რეგიონში, მსოფლიო ბანკის ქვეყნებს შორის მეორე, რაც არ აღმოჩნდა, იმიტომ ფაქტს ჯეკმა გადაამოწმა ეს და აღმოჩნდა რამდენიმე ქვეყანა გვისრებს თქვა აზერბაიჯანი და იმ ტიპის რომელსაც ნავთობი აქვს და რეალისტურად შეფასება სიტუაციის ამაზეა საუბარი და მეტი არაფერს ხო მაგრამ რაც შეეხება თვითონ ფინანსი და პროდუქცია და ნამდვილად ალბათ შესრულდება ასევე ზოგადად ინფლაციის დონე არის 3%-ზე ოდნავ მეტი რაც ნორმალურია თუმცა ასე ვთქვათ თარგეტირება იყო 6% ნახო წლის ბოლომდე არის ჯერ კიდევ სრული 2 თვე და პრინციპში დღევანდელი მდგომარეობა უკეთესია ნამდვილად ვიდრე იყო შარშან ეს ცალსახად ჩემი აზრით როგორ უყურებთ აი თქვათ ექსპერტთა მთავარი კრიტიციზმის ასე ვთქვათ საფუძველს ეს არის ვალების აღება ახალი ვალების აღება მართალია არა იმ მოცულობით როგორც შარშან იყო მაგრამ მაინც რომელიც წელს იყო უბრალოდ ბიუჯეტი უკვე შემოვიდა პარლამენტში მალე იქნება განხილვა თქვენ აი ამ მონაცემებით იმსახურებს თუ არა დაიმსახურებს თუ არა თქვენს ხარდაჭერას და შესაბამისად თქვენი ბიუჯეტზე ჩვენ უკვე რეალურად დავიწყებთ უკვე ჩახედავს ჯელობას მომავალი ორშაბათიდან და თვითონ სესიაზე უნდა გავიდეს როგორც ჩანს პარასკევს რომ მოსმენილი ყნოს უკვე თუ რა ცვლილებებით შემოვიდა უკვე გადამუშავებული ბიუჯეტი რა გაითვალისწინეს კომიტეტების შენიშვნებიდან და მოსაზრებებიდან მთავრობამ და ასე შემდეგ რეალურად ეს ბიუჯეტი გაიზარდა 185 მილიონით პირველ ვარიანტთან შედარებით სადაც საკუთარი შემოსავლების ხარჯზე გაიზარდა დაახლოებით 140 მილიონი და დანარჩენი გრანტების მეშვეობით. მთლიანობაში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ფრაქცია მე კომიტეტის თავმჯდომარე გახლავართ და საკმაოდ სიღრმისეულად ჩართული ვარ საბიუჯეტო განხილვებში და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე თავისთავად მიხდება ყველა ნიუანსის გაანალიზება. ჩვენი ფრაქცია ზოგადად იმოქმედეს პრინციპით, რომ უფრო აქტიური იქნება ფრაქციული მუშაობა, მაგრამ მთელი საკითხებზე იქნება თავისუფალი კენჭი და მთელი საკითხებზე ასე ვთქვათ ერთობლივი გადაწყვეტილება. მე მგონია რომ ის ბიუჯეტი რომელიც ახლა შემოსული ამ ეტაპზე რასაც ჩვენ ვხედავთ გარკვეული კრიტიკული ცხადია დავინახავთ კიდე დეტალებში ჩასახედი ზოგადად ვფიქრობ რომ ხარდაჭერილი იქნება. თუმცა ამაზე ჩვენ კიდე სიღრმისეულად ჩავიხედავთ. თლიანობაში შეიძლება კი მაგრამ გაქვთ გარკვეული შენიშვნები ამაზეა საუბარი. ჩვენი პოზიცია არ იქნება ისეთი ხისტი
როგორც თქვათ, ნაციონალურ მოძრაობას აქვს, რომ არაფერზე პრაქტიკულად არ ნარდადიან, ან არ აძლევენ ხმას თელრიგ საკითხებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად პრაგმატული ოპოზიცია, რომელიც თავად ჩახედავს ხოლმე რა დაპირებები ქონდა კოალიცია ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მეთოდოს მონაწილეობა მაქვს მიღებული და ვიცი და მინდა რომ ის დაპირებები შესრულდეს. იმიტომ რომ თერიგ შემთხვევაში ის დაპირებები რიგ შემთხვევაში რიგი შესრულებულია, რიგი არ არის, რიგი უნდა შესრულდეს, ამიტომ ჩვენთვის გარკვეული ესეც იქნება ასეთ აზრობის გეგმა. ბატონ დავით, ერთი შეკითხვა მექნება, ანუ თქვენ ახსენეთ რომ წლევანდელი წელი შარშანდელზე უკეთესია ეკონომიკური, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ყოველ შემთხვევაში. როგორია თქვენი მოლოდინი წლევანდელ ბიუჯეტთან დაკავშირებით? ჩვენ გქონდა თქვა ვიზუალურადაც ვნახეთ რომ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია და თქვა რაღაც გარკვეული წლევანდელი ბიუჯეტის შესრულებაც უკეთესია. თუ არა იგივე თქვა თქვენ შარშანი იყო რაღაც ჩვენ ალბათ ვიფიქრებთ 9 თვის შესრულება შემოსული, გახსოვთ 6 თვის შესრულება გავიარეთ, ეხლა 9 თვის შესრულება შემოსული არის, ალბათ მოგვიწევს ამის განხილვა და მე რაც მაქვს ეხლა ინფორმაცია 6 თვეზე უკეთესი მაჩვენებლებია, თუმცა იქ ანუ ხედავთ თუ არა რომ თქვა შარშანდელი სცენარის გამეორების არა, ნამდვილად ვერ ხედავ, ეს საფრთხე ნამდვილად არ არსებობს, ეხლა კატაკლიზმებს ვარ დაუშვებთ საგარეო ფაქტორებს ძირითადად, არ ამგონია თუ ასეთ გარემოში რაიმე სერიოზული საფრთხე კონდეს. თუმცა იქ ჩვენ საკმაოდ გავაანალიზებთ იმ ბოლო 2 თვის მდგომარეობას და შესრულებას ნამდვილად ბევრად უკეთესია. საგადასახადო შემოსავლები უფრო მეტი არის, ვიდრე ეს არის დაგეგმილი ბიუჯეტით. ამიტომ ეს თავისთავად დაიმაჩვენებენ. ხარჯვის ტემპი ნამდვილად იმსახურებს კრიტიკას, ეხლა მოემატა ხარჯვის ტემპი, მაგრამ ეს იგივე პრობლემა დარჩა როგორც შარშან, წელსაც ვთქვათ არა თანაბრობით, ეხლა ზუსტად თანაბრად 12 თვეზე ზუსტად ხარჯვა არ უნდა იყოს, მაგრამ ისევ დიდი არათანაბრობით გამოირჩევა ხარჯვითი ნაწილი, ეს ჩანდა 6 თვის შესრულებაზე. განსაკუთრებით აი რეგიონულ პროექტებში და ოქტომბერი დახარჯული, მაგრამ სასურველია რომ ეს და აუცილებელიც არის რომ მომავალ წელს ესეთი დიდი დისბალანსი არ იყოს წყლის პირველ ნახევარში. არა, იმეც ჯერ არაფერი არ მაძლევს, თუმცა განვიხილავთ, იქნება მოსმენები ამაზე, მოусმენ თუ რომ წინასწარ დაიგეგმოს იგივე ტენდერებია თუ გადაიდება თუ რაც ემართება ხშირად არის პრობლემური ობიექტური, სუბიექტური ფაქტორები, რომ ეს მაშინ ადრე ჩატარდეს, რომ რეალურად რადგანაც ეს ხარჯვა წლის მეორე ნახევარში თქვა ორმაგი ხარჯვა ან უფრო მეტი ბოლო თვეებში რეალურად სერიოზულად აწვება გაცვლით კურსს და ცხადია ეს არასასურველია, ამიტომ ეს ცხადია მოსაწესრიგებელი იქნება მნიშვნელოვნად მომავალ წელს. ნუ ფაქტია ის რომ დაგეგმილი პროექტების განხორციელება ვერ ხდება უპირველეს ყოვლის მაშინ როცა ფული არსებობს, მენეჯმენტის პრობლემა არის, ხომ? ცხადია. რა თქმა უნდა. და აგრეთვე თქვათ აი მედია აი ზედიზედ ამ ბოლო თვეებში მათ შორის ჩვენს ააშკარავებს ფაქტებს რომ აი ტენდერები რომლებიც შემდეგ ვერ სრულდება, ნაწილობრივ სრულდება, ანუ ის ფულიც კი რომელიც იხარჯება ხშირად არაეფექტურია, იფლანგება ფული. აი ამაზე რეაგირება არ არის რეაგირება მხოლოდ აი რაღაც აი პოლიტიკური ნიშნით, აი თქვათ იგივე თავდაცვის სამინისტრო თუ სხვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თემა გვახსოვს, რომელიც შემდეგ აღარ განვითარდა საბოლოოდ და მაინც რაღაც პატარა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. აპირებს თუ არა აი ამაზე რაღაც გარკვეული რეაგირებას პარლამენტში საკითხის დასმას, რომ ადეკვატურად მოხდეს რეაგირება. ზოგადად ტენდერების ჩატარების ეს გვიან ჩატარება ან ვერ წყდება საკითხი. ცხადი ამას შეიძლება აი ამ თავდაცვის სამინისტროს ტენდერების ესეთ ზეწოლამ, იმიტომ რომ ტენდერებში ყოველთვის შეიძლება რაღაც მონახულება, კითხვები ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაშინვე იჭერდე ვიღაცას. მე ეს მგონია, რომ არ არის სწორი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ადამიანები და ეს გარკვეულწილად ჩვენი პროგრამული ნაწილიც იყო კოალიციის, რომ პროკურატურა უნდა იყოს დეპოლიტიზირებული და ადამიანებს ახლა თუ მაინდა-მაინც არის დამნაშავეები არიან, ეს სასამართლომ გადაწყვიტოს. ცხადია, ესე დროს აი ახლა უფრო გაძნელდება ჩემი შეფასებით ტენდერების გადაწყვეტილების მიღება, ყველა იქნება დაშინებული. ეს შუა დონე მენეჯმენტის სამინისტროს ცუდია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ხალხს ყოველთვის ექნება რაღაცა პრობლემა, რომ აი რაღაცა გადაწყვეტილებას მეღრმეობ, შეიძლება ეს არასწორია, ან რაღაცა ხდება და ცხადია, ესეთი ზეწოლა და თავის თავში დაურწმუნებლობა გარკვეულ პრობლემებს, სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის. ამიტომ საერთოდ ტენდერებთან დაკავშირებით ჩატარების მექანიზმები
ასე ნამდვილად დასახვეწი არის, იმიტომ როგორც ჩანს სერიოზულ პრობლემებს იწვევს და ეს ადამიანები ხა ვინც გადაწყვეტილებს ღებულობენ ცხადია გარკვეული პრობლემების და ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე რჩებიან და საბოლოო ჯამში ეს გავლენას იქონიებს შემდგომში ამ გვიანი გადაწყვეტილება ხედავთ მე ათვისებაზე არის პრობლემა და ასე შემდეგ ეს ჯაჭვივით არის შემდგომში ერთმანეთში გადაბმული. კიდევ ერთი საკითხი რომელსაც წელიწადზე მეტია საუბარია, მაგრამ არა და არ მოხვა საბოლოო თქვათ საკანონმდებლო ჩარჩოში მოღწევა, ეს არის ეს პრემიებისა და სახელმწიფო დანამატების საკითხი, განსაკუთრებით აი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა რიცხვი არ ვიცი, სხვადასხვა თანხას სახელდება, მაგრამ თუ არ ვცდები 1000-მდე აღწევს. აი ამ საკითხით აპირებს თუ არა დაინტერესებას და თქვენ ვთქვათ რომ იყოთ ერთ-ერთი ინიციატორი როგორც ფრაქცია, რომ რაღაც ჩარჩოებში მოექცეს. ეს გარკვეულწილად უკვე ინიციატივები გამოჩენილი აქვს თინა ხიდაშელს. კი, მაგრამ ეს ითქვა, მაგრამ შემდეგ არ მოყვა. შემდგომში არ ვიცი, ალბათ დასალაპარაკებელი იქნება მასთან. ზოგადად ამ საკითხმა ნამდვილად საკმაო ხანს ვერ მიიღო, ასე ვთქვათ, ის ფორმები, ან ის დროული გადაწყვეტილება სწორედ არ მიიღება ამ ასეთი გადაწყვეტილების საკმაოდ დამაზარალებელი აღმოჩნდა. ამიტომ ცხადია ეს ნამდვილად არის მოსაწესრიგებელი, მაგრამ ჯერ ინიციატორის ავტორს ვკითხოთ თვითონ რას აპირებს. რა იქნება მაშინ თქვენი ინიციატივა აი ამ ახალ რეალობაში, როდესაც თქვენ მზად ხართ რომ კრიტიციზმის ჩვენ ამაზე გვაქვს გარკვეული მონახაზები, ეხლა ყველამ უნდა ხდება ალბათ საზოგადოება, რომ ჩვენ ეხლა ესე კალეიდოსკოპურად განვითარდა მოვლენები და ასე ვთქვათ სამწუხაროდ ისე მოხდა რომ გზა არ დაუტოვეს პრაქტიკულად ალასანიას რომ მას ეს ნაბიჯები როგორც ოპოზიციაში დასვლა გადაედგა, იმიტომ რომ ჩვენ მზად ვიყავით პირველი ეტაპიდან თანამშრომლობაზე, არავინ უარს არ ამობდა რომ ეს უნდა იყოს, ყველა საქმე უნდა იყოს რა თქმა უნდა გამოძიებული და თუ კითხვებია პასუხები უნდა იყოს გაცემული, მაგრამ აქ სხვა ტიპის დავინახეთ ჩვენ მცდელობები, იმიტომ რომ ერთ საქმეს მერე დაემატა მეორე, მერე მესამე, თვითონ ის საკითხი როცა წარმატებული თავდაცვის მინისტრი, რომელიც დროსაც ჩამოვიდა მისი კოლეგა, თქვა პირველად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნატოსთან ასეთი ურთიერთობებია, სერიოზული პროგრამები უნდა იყოს გამოწყებული და აქვს ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში თავის კოლეგებთან, ასე დროს ასეთი დარტყმა ცხადია სერიოზულ კითხვებს სვავდა. ანუ თქვენ ხედავთ აი დამოკიდებულებას, რომ ევროპისკენ კურსი შეიძლება რომ დარტყმის ქვეშ მოექცა მართლაც. ის თქვა სწორედ დარტყმის ქვეშ მოექცა, არავინ არ ამბობდა სხვადასხვა კურსიდან გადახვევასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა აპელირება ხდება ოპონენტებისგან და ასევე გარღმავება საკითხი. არავის არ უთქვია, რომ კურსიდან გადაუხვიეს. ეს ხდებოდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ფაქტები იძლეოდა იმის თქმის უფლებას, რომ გარკვეული საფრთხე ემუქრება და ეს არაფერ სხვა დონეზე არ იყო აყვანილი. ამიტომ კარგად დავაკვირდეთ ჩვენას ვამბობ და ნახეთ რას ამბობენ ოპონენტები. ეხლა რაც შეეხება ჩვენ გეგმებს, ესეთი ზუსტად კონკრეტული გეგმები ძირითადი ასვლა ჩვენი პარტიის კურსი, პროგრამა, მიმართულებები დღეს გაცხადდება, სადაც პროგრამული სიტყვით გამოვა ბატონი ირაკლი ალასანია, ასევე სხვა ჩვენი ლიდერები თავისუფალი დემოკრატების და მგონია რომ საქართველოში ახალი ტიპის თანამედროვე ევროპული ტიპის ახალი პარტიის თვითონ ის მიზეზი რის გამოც ეს მოხდა, თქვათ დარტყმა ევროპულ კურსზე თუ მისი შევიწროება თუ საფრთხის ქვეშ დაყენება, როგორც ღარიბაშვილმა თქვა, უნიჭო და ამბიციური მინისტრის გადაყენებით მოიხსნა ეს საკითხი საფრთხე თუ პირიქით გაძლიერდა. ეხლა ამ კომენტარებზე არ უკვე ბევრი ითქვა. არა, კომენტარზე არ გეკითხებით, ეს უკვე ითქვა, მე მაგაზე არ გეკითხებით. თქვენი აზრით საფრთხე დარტყმა მოიხსნა, შენელდა თუ ელოდებით რომ პირიქით რომ ჩვენ ეხლა ამ კითხვაზე პასუხს ალბათ უფრო ჩემი კოლეგები, რომელიც უფრო ჩახედულიან გაგცემენ, მაგრამ ცხადია ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესებს და ის კურსი რაც არჩეულია პარლამენტის მიერ დამტკიცე არის ძირითადი მიმართულების, საგარეო მიმართულებები, ასე ვთქვათ, განხილული და დამტკიცებული. ეხლა ცხადია იქ სრული კონტროლი იქნება საპარლამენტო ზედამხედველობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა ესე მარტივად გადახვევა ყველას გაუჭირდება. აქ არის ლაპარაკი იყო იმ საფრთხებზე, რაც კონკრეტულ შემთხვევებში მოხდა და გარკვეული ეჭვის საბაბი გახდა. აი ეს ამაზე იყო საუბარი. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის, ანალიზისთვის.